და გადაცემა სუბიექტური აზრი ნათია მიქიაშვილთან და შალვა რამიშვილთან ეთერში გიბრუნდება საღამოშობისა. შაბათ-კვირის შემდეგ. შაბათ-კვირის შემდეგ. მოგესალმებით. უქმეები იყო. ხო, მე ვარ შალვა რამიშვილი და ჩვენ ახალი ფორმატით გავდივართ. გვეყოლება თანაწამყვანი ნიკუშა შენგელაია ამჯერად. საღამოშობისა. გამარჯობა ნიკუშა, როგორ ახლა? როგორ თქვენ კომპანიაში ვნახოთ. ახლა ხო, ახლა რა ხდება? ჩვენ რაღაცებს დამგითხავს დიასახლის. ჩვენ გამიხილავთ როგორც კაცების საქმე, მოგვიტანს და ჩვენ გამიხილავთ რა. პრინციპში რაც ხდება ქალის აქტიურად სუფლერული. ქუხნაში ვიცი ქალის აქტიურად, გამოუშვი პირველი. რა ხდება სამზარეულოში? ქუხნა არ არის. ქუხნა არის. კი. სამზარეულო. გურიაში მაგას ეძახიან ქუხნას. სამზარეულო. აი ხა. როცა სამზარეულო სტადიო შეიძლება ვერ გაიგოს. მაგაცავი. გურულს რო უთხრას ხო უყურებ გადაცემას. როგორც ცხოვრობთ რეგიონებში, შემოსავალი რა გაქვთ დაფიქრდა ჭიშკარიო. დღეს გაიმართა ქართული ოცნების საგარეო ჯგუფის პრეზენტაცია. ვიყავით, ვიცი? ვიყავი? კი, გადაღებით ვიყავი კამერებით და დღეს იქნება აკრედიტაციის გარეშეში და ძალიან მინდოდა რომ აი მოვიდოდნობის ეფექტი ყოფილიყო ისაც იძახიან კი არა და მართალიც არის რომ ბიზინა ფულს აძლევს და რაღაცა დაკვეთილის პონტი არ ყოფილიყო, მაგრამ დედამემდეს რომელი კარებიც არ შევაღე, იქ მომუშავე ტიპები გავხდნენ და ერთი 10 კაცი ჩავწერე, ვინც მოდიოდა ჩასაწერად ამ ორგანიზაციაში და ყველა გამართულად პასუხობს, ყველა იძახის თავის სახელს და პოსტს და ამასო არ ეშინია, იმიტომ რომ არც დასაკარგია თუ აქვს არაუშავს. და ეგეთი გადაცემა გამოვიდა, მუშაობს იქ. მუშაობს. ჯგუფში შევლენ ლანა ღოღობერიძე, ელიანი ხაინდრავა, კოტე ჟღენტი, მაია ჯაფარიძე, კოტე სურგულაძე, დავით ზალკალიანი და სხვები თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. ყველა ყოფილი დიპლომატი, ყველა გამოსტილი ამ საკითხში. შევლენდის დროინდელი დიპლომატია ვერ იდგენ, იმიტომ რომ კოტე ჟღენტიც კი ბატონო. დროსაც მუშაობს. თან აქტიურად. მეგობრებთან კიდე როგორც ქალბატონო ლანამ თქვა ჩვენთან პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილი ქალბატონო ლანასთან. ვიდრე ამ უგანასწრებელს საკუთარი თქვა არანაციონალური აზრი დააფიქსირა ერთ-ერთ შეხვედრაზე. კი, ხო? ეგ ეხერხება, რაც ეხერხება მიშას ეგ არის. და ყველა საინტერესო რაც მე გამეხარდა და ძალიან მომეწონა თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში უკვე თბილისის მოსახლეობისთვის 25 პრესის ურიკა ამუშავდა. გააკრანა ეს ურიკა. არა, პირველად მესმის ხო. აი ურიკა, რაღაცა. ჩვეულებრივი მეტალის ურიკა. ვინ გააკეთეს? ეს არის პრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია, თავისუფალი პრესის მხარდამჭერის ორგანიზაცია და ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. იგეგმება დაახლოებით 300-მდე ასეთი ურიკის შემოტანა დედაქალაქში. როგორც ვრცელდება ინფორმაცია ამ ადამიანებს ამ შემთხვევაში ვინც არის ამ ურიკასთან, ვინც დგას, აწვია სპეციალური ჟირი, რომელსაც აქვს წარწერა. მე მიყვარს ძალიან კარგია. კი, მიყვარს თავისუფალი პრესა და თანხაც კი ცნობილია უკვე ხელფასი ამ ადამიანების 500 ლარია რაც ერიცხება და მეორე ხელზე ტურისტები 300 ლარს იღებენ. ეს არის ასოციაციის ერთ-ერთი იდეა, პოსტალი უნების გაკეთებასაც აპირებენ. ხო, ეგ ამაზე მინდოდა მე თქვა. ეს არის პასუხი ამ შემთხვევაში. თუ არ უშვებენ მოქალაქეობის პრესამდე, პრესა უნდა მივიდეს მოქალაქეობამდე. კი, მართალია და კუჩებში დადიან, დააკვირდი ხოლმე. ლამაზად ყოხტად ურიკით დადიან ადამიანები. ძალიან კაია, ძალიან კაი ინფორმაცია ადამიანებს შეძლება. როგორც განაცხადეს, იგივე 300-მდე ასეთი ურიკი შემოტანა ქალაქში. პირველ რიგში ესეთი ტიპის ურიკები იქნება გარეუბნებში. ხო. იმიტომ რომ გარეუბნებში რეალურად ჭირს ზოგადად არც პრესის ჯიხური იყო ბევრი. და შესაბამისად ანუ პრესა ფაქტობრივად აღარ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის იმ ნაწილისთვის, რომელსაც აქვს საშუალება რა თქმა უნდა. ბატონშოს აშავებდა პოსტალონის მომსახურება იქნება კარგი. კი. შესაძლებელია აკეთო, შეიძლება ეგ მთელი სეგმენტი ვერ მოიცვას, მაგრამ რაღაც ნაწილი 20%-ს რომ მოიცვას მოსახლეობის, ძალიან კარგი იქნება, რომელსაც მიაქვს როგორც კი, დღესაც დააქვთ მიშა. ეხლა ჩვენი პოსტალონი ვერ ის ყოველთვის დააქვთ პოსტა და წერილები და რაღაცები დაქონდა, გაზეთები რომ მოიწვია. გაზეთები მოხდათ. და ეს კომპანია ის ანუ ებრაული კომპანია LBT გემახსოვრებათ რომელსაც 35 მილიონი მოთხოვდა რომელიც თხოვდა 35 მილიონს საქართველოს მოიგო კი ბატონო მოიგო თუმცა უკვე ნინო კალანდაძე დღევანდელ ბრიფინგზე აცხადებს რომ ამ შემთხვევაში მორიგება მოხდა კერძო კომპანიასთან და არ გადაიხდია არასახელებს თანხებს ანუ საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო კი და ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ ამ ციფრებს იმიტომ რომ ეს არის ანუ მე ვერ გეტყვით ხელშეკრულების რა ნაწილი იქნება ანუ რა ნაწილი იქნება ანაზღაურებული რა ნაწილი არ იქნება ანაზღაურებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში მორიგება მოხდა ეს ციფრი გახდეს ცნობილი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფული, ეს არის ბიუჯეტის ფული ახლა. სააკაშვილი და
ეზერაში ჯიბის ფულს ვერ გადაიხადე. ციფს ვერ დამალავენ, მაგრამ იცი რა სიძავენ, ანუ დღეს ხო არ განაცხადეს, ანუ არ გაცხადდა. არ გაცხადდა ციფრი, უბრალოდ შეიძლება მოგვიანებით სადღაც ვინმეს მიავიწყდეს, ყველას მიავიწყდება სავარაუდოდ და რაღაცა ციფს მე დაასახელებენ. და მედია კავშირმა ობიექტივმა ჩაატარა გამოკითხვა 20 შეკითხვაზე, თუმცა 4-ის პასუხია ჯერჯერობით გამოქვეყნებული. გასაგებია მედია კავშირი ობიექტივის, ანუ ის ადამიანები თქვა რომელიც მოიხმარენ ამ რადიოს და ვინც ყოველ შემთხვევაში თვალყურს ადევნებს ინტერნეტ ტელევიზიას, მკვეთრად ოპოზიციურია, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი შეკითხვაზე, ანუ ვის დაუჭერენ ისინი მხარს მომავალ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პირველ ადგილზე გადის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი და მეორე ადგილი, რამდენიც არ უნდა გაიგრძელოთ, ნაციონალურ მოძრაობას უკავია. მე არ მეკურს ეგ აბსოლუტურად. თუმცა ამ სეგმენტის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენთან ხო გასაგებია. რეალური ჩემთვის ყველაზე დიდი გამოკითხვა არის მე ამ ქალაქში ცხოვრობ, ამ ქვეყანაში ცხოვრობ და არ მაქვს მარტო რაღაც გარკვეულ წრესთან ურთიერთობა. ყველანაირი სოციალური შესთან მაქვს ურთიერთობა. ფაქტურად შემიძლია ვთქვა, რომ 100 კაცში 2 კაცი შეიძლება შემხვდეს, ან 10 კაცში 8 კაცი შეიძლება შემხვდეს, რომელიც არის დადებითად განწყებული დღევანდელ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ინდიკატორი. დანარჩენი ეს პროცენტები თქვენ გესმით რა, რომ საბჭოთა კავშირის რო გეკითხათ რომელ პარტიას უჭერთ ხარს, გეტყობენ კომუნისტურ პარტიას. არის ეს მუშაობს. ის ნაწილის დიდი ჩადებული პროცენტულად. თანაბრადაც რო იყოს ჩათვალეთ 20% ვერ იძახის 30% იმას, რაც გულით უნდა თქვას. საბჭოთა კავშირის დროს BBC-მ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა ლონდონიდან დარეკეს მოსკოვის მაცხოვრებლებთან და კითხეს რომ ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შეყვანაზე რა აზრი სახართ და მე გაუკვირდეთ და პატიოსთან გამოხნეს რომ 100% არის. ყველა იყო თანახმად. და წარმოგიდგენთ ხო მოსკოვში არის ეგეთი გარემო, მაგრამ ეს ნელ-ნელა ტყდება ჩვენ თვალწინ და მოგონ შეიძლება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე საერთოდ ვიძახი დიდი ხნის წინ ვიძახი ადამიანს შეუძლია შიში იცხოვროს რაღაც გარკვეული პერიოდი, მაგრამ შემდეგ ეს იმდენად გუნავს მას, იმდენად ეხება ცხოვრებაში, ალბათ ის იწყებს გადაწყვეტილებას. თან ახლა აქ არის საგმირო გადაწყვეტილება, არ აქვს მისაღები ხალხს. არის ბიულეტენი, არის უნდა მიხვიდე და შენი სათქმელი თქვა, მე ტერაპია. მაგრამ ამისა ძალიან და ხმის არ ამოღება, არ არის გარანტია რომ შენ ახლობელს არ შეეხება რეჟიმი. ეს და როდის აფეთქდება ეს არ არის სტაბილურობა ამ დროს. როდის ამოყვება, რა მოხდება? რატო არის ეს მიღებული ყველგან რომ ადეკვატური არჩევნების ხელისუფლება უნდა იყოს დემოკრატია? პირველ რიგში არის სტაბილურობა და სიმყარე. და მეორე არის რაღაც ნახა მსოფლიო თუ ავტორიკრატიის ხელში რამდენი ხანი ძლებს რა ქვეყნები როგორ, მაგრამ ყველა რო ერთნაირად თავდება ჩვენ ხო ნახეთ არა? შეიძლება ეს იყოს დიდი ხანი, შეიძლება იყოს ცოტა ხანი გააჩნია იქ რა მაცხოვრებელია, როგორი ბრძოლის უნარიანია, მაგრამ ადრე თუ გვიან ავტოკრატია თავდება ცუდად. კი, თუმცა 40 წელი ეგვიპტელები თუმცა ვერ გაუძლებ შენშალმა. ნუ აქ უფრო სწრაფად წავა მოვლენები, იმიტომ რომ ეგვიპტეში ახლა მოდი პირდაპირ თქვა თქვენ უკვე გაიხანია ვერ უძლებთ, მაგრამ ის ვინც უძლებს ის უნდა შემოგიერთოს. საქართველოს პერსპექტიული ქვეყანა იყოს სხვა ჩერს, მე შემიძლია პირდაპირ გითხრა, რომ ეგვიპტე მოგარეთ თავის დროზე ერთ-ერთ ნოვატორ რა თქმა უნდა და ეგვიპტე იყო ზედმეტად ტურისტული, აი მარკა ტურიზმი სადაც ყვაოდა და ყვავის ეს ასე ხალხის შეეული იყო ეს ადამიანი თავის დროზე. და გარდა ამისა, თუმცა ინტერნეტში წავაწყდი სოციალურ ქსელში, Facebook-ში ძალიან სასაცილო ფოტოს, ანუ გაკეთებული იყო სხვადასხვა ქვეყნის მმართველები პარალელურ რეჟიმში ფოტოებით. და ნუ იქ ვიღაცა ხო იცვლება და მუბარაკი ახალგაზრდა, მუბარაკი 20 ხანში შესული, მუბარაკი უკვე მოხუცებ, რაღაც სულ ეს ადამიანი იყო. მიშა ვერ გაკაჩავს მუბარაკობას, იმიტომ რომ მიშა მე მგონი არც გაკაჩავს, ნუგზარ ციკლაურს რომ ვკითხოთ, დღეს გააკეთა ნუგზარ ციკლაურმა განცხადება, რომ 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას დაასრულებს. ეს ვიცით ხო, ისე. თუმცა თოთლაძე აქვე აცხადებს, რომ ძალიან გაუჭირდებაო ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის გარეშე ამ არჩევნების. ხო, რაღაცისთვის ემზადებიან. მიშა ატარებს ახლა წინა საარჩევნო კამპანიას და იმისთვის რომ სიის სათავეში მოხვდეს, ის გადადგეს, ხო და გადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებმა დაინიშნოს და ეს როგორ იქნება 30-ის შეხვედრა, 30 იანვრის შეხვედრა მე მაინც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც ობამასთან უნდა გაიმართოს მიხეილ სააკაშვილს და არც ახლა მე არ ვარ ღრმად დარწმუნებული რომ რაღაცა ისეთი არამნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. პირველ რიგში რადგანაც მგონია რომ მაინც ირანთან დაკავშირებული თემები იქნება ამ შეხვედრაზე მთავარი. და ექსპერტების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ თემაზე აპელირებს. ძალიან საინტერესო. მე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ირანის თემა, მაგრამ რას აძლევს საქართველოს ირანთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს და საერთოდ დასავლეთ ალიანსს, ეს საკითხავია, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ არანაირი კავშირი არც ბაზები არაფერი საქართველოსთან არ არის. ისინი მოქმედება ყოველთვის თავიანთ
ავიამზიდებით და თურქეთში აქვს დიდი ბაზები ნატოსი, თუმცა თურქეთის პოზიცია. თუმცა რასმუსენი ასწავლის რომ ნატო არ აფერებს ეს პრობლემა არ აქვს, ხო, და ჯერ არ არის მისული იქამდე ეს გლობალური სიყოს კომპანია თუ როგორი, რა ეს დროში ვითარდება. ჯერ აკეთებენ სანქციებს, იქ უკვე პრობლემები 1000 რამე არის. შეიძლება შენი პოზიცია მე ჩემი პოზიცია რო კითხავ. ირანს უნდა კონდეს თუ არა ბირთვული არა. არა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი პოზიციით არა, ჩემი პოზიციით. ეს არის საფრთხე, ეს დემოკრატიის მახვილი, რომელიც დააკიდება. ეს არის საერთოდ პრობლემა მენტალური თუ რელიგიური თუ ესეთ თემით განვითარდა უკვე სოფლიოში. ეს პრობლემა დგას. სოფლიოში ადრე თუ გვიან უნდა გადაიჭრეს, მაგრამ რა გზებით გადაიჭრება? არის სხვადასხვა გზები, არის აუცილებელი რომ დავდასხმა და ეს ირანის ხოდაშორის ოფიციალურ თეირანი იმუქრებოდა რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ემბარგოს დაადებდნენ ირანულ ნავთობს ის გადაკეტდა და ორმუზის ყურეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დღეს შეთანხმდნენ რომ ემბარგო დაეგება ირანის ნავთობს, თუმცა არაუგვიანეს პირველი ივლისისა შევა ეს კანონი უკვე ძალაში. ანუ რამდენიმე თვეში ამოქმედება, ჯერჯერობით არ მოქმედებს. საფინანსო ემბარგო უკვე მოქმედებს. ხო, თუმცა თავის მხრივ ობამა ოფიციალურად მიმართავს უკვე ოფიციალურ ანუ თეირანს ნეჯადის რომ თქვა დაიწყოს რაღაცა მოლაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ საიდუმლო წერილი გაუგზავნა დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ირანსო, თუმცა ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით თვითონ ოფიციალურ თეთრსახლი არ აკეთებს კომენტარს. ნუ ნახოთ როგორ განვითარდება, ჩვენ არ გვეხება ეს მოვლენები უჩვენო წყდება, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შევხედოთ ამ და შემდეგ ამოვანოთ რა დასკვნები. ესე ხელაღებით მე ვერ დაგეთანხმოთ იმაში რომ ჩვენ არ გვეხება, იმიტომ რომ იგივე ექსპერტები ძალიან როგორ არ გვეხება, მაგრამ იმდენად არ გვეხება. შეიძლება მაგალითად გეტყვით რომ ბევრად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის რუსების პოზიცია ამ საკითხზე ვიდრე საქართველოს. რა თქმა უნდა, არ არის ეს რეალობა, ხო, ჩვენ შეიძლება რაღაცას უყურებთ. კი, ეს არის მათი სტრატეგიის ინტერესის ადგილი, სტრატეგიულად ყველანაირად ახლომდებარე ქვეყანა პარტნიორი ქვეყანა, სტრატეგიული ქვეყანა, მაგრამ რეალურად თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო ინტერვენცია არ ქენ, ოპერაციაზე, რა თქმა უნდა, მათ საქართველოს აფერი შეჭირდებათ. საქართველოს მათ არაფერში არ ჭირდებათ, თუმცა იგივე ექსპერტები ამბობენ, გასაგებია რომ სამხედრო ბაზების დონეზე შეიძლება თქო ამერიკულ მომხარემ არ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ნუ იგივე მამუკარიშვილი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომ აეროდრომი შეიძლება იქნეს გამოყენებული. შეიძლება აიკობინდანის აეროპორტი რა შეიძლება რაღაც იყოს არ ვიცი, მე მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ არა ვარ ხა ამაში მე არა ვარ. არა, ექსპერტი არა, არც ექსპერტებმა არ იციან, უნდა იყო ან ნატოს გენერალი, ან უნდა იყო რუსის გენერალი. ო, რაბინას გენერალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რასმუსენი ამ შემთხვევაში ამბობს, რომ ნატოს მხრიდან გამორიცხულია რაიმე ტიპის სამხედრო აგრესიის განხორციელება ირანის წინააღმდეგ. არ ვიცი, როგორ იქნება. ბევრი ყოფილა რომ ეს შესული გაეროში იმას დაუდიათ ვეტოები, ნატო არ მოქმედებდა, ამერიკის შეერთებული მარტო მოქმედებდა, რამდენიმე ვთქვა დიდი და ამერიკული მხარე მოლაპარაკებებს გაზრდას აცხადებს. მე მაგალითად მეშინია ომის, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია აი ეს მზნო რომ სწორია რომ რელიგიური ფუნდამენტალისტების ხელში არ მოხდეს ბირთვული არა. ხო, მაგრამ თუ ეს მოხდება ომის გარეშე უკეთესია. ჯერჯერობით რესურსი აქვთ. კი. ირანი არ არის ქვეყანა, ეს არის მაინც სპარსეთი. იქ რა თქმა უნდა დიდი ნაწილი ამ ისლამურ რელიგიას და ამ ისლამურ რევოლუციას აყვა, უდიდესი ნაწილი, მაგრამ იქ არის საყდენი ძალა იმისი, რომელიც მიჩეულია, როგორც იტყვიან, უფრო ისეთ ცხოვრებას, საერო ზრუნებას, ხო, ეს დიდი კულტურის ხალხია. და ამის ფონზე კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს ლიდერი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს რუსეთთან დიალოგი განაახლა. ხო, ძალიან უნდათ, მაგრამ ზანებენ თავი რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვს რესურსი ამ ხელისუფლებას შეგებრო ვფიქრობ თქვა რუსეთის ხელმძღვანელმა პირებმა, რომ ამ ხელისუფლებას პირებმა თქვა კაფიოთ, რომ ერთადერთი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი და მათ ასაწყობთ რომ მიხეილ სააკაშვილი. კი, რა თქმა უნდა, ძალიან. არა, მათ კი. აღერხებული იძახონ ეს პრობლემა. იმიტომ რომ ჩვენ არ დაველაპარაკეთ. აქტიურად ყველაზე რთული მდგომარეობა თუ რუსეთი დასვეს მოლაპარაკების მაგიდაზე. კი. ამიტომ რუსეთმა კაფიოთ თქვა თავის დროზეც, ეს მცდელობა კუკავასი კი არა დაწყებული ბუშიდან გათავებული დღემდე ყველა ევროპელებიც, ამერიკელებიც თხოვნითაც მიმართავდნენ, სამწუხაროდ რუსეთთან იყო ისეთი უარყოფა ამისი, თქვა მიზეზი შალვა, მაგრამ რომ ისე აქ განცხადებული თვითონაც შიგნით, რომ ამათმა აწიეს რუს სამშვიდობოებზე ხელი და რაღაცეებზე იქა, რომ ამას უკან ვერ მიაქვთ ეს გესმით? ძალიან რთულ მდგომარეობაში. არა, გარდამზა ვერც მიაქვთ, მაგრამ თან არც უნდათ
რაღაცა ეტაპზე. ხო, არც უნდა. მათ უნდათ, მათ არ სტრატეგიულად ფაქტურად აკეთებენ, რასაც უნდათ და იმ ფორმატში მოქცევა, რომ რატო აკეთებთ ესე თავის პირწონის დასავლეთის ხალხმა რო უთხრას, ხო? არ ელაპარაკება, აი მე ამაზე არ ელაპარაკება. ისე რომ ძალიან რთულია, მე არ ამგონია რომ რუსეთი მეტმეტად ბოლო განცხადებების შემდეგ რუსა მიშა აღარ იქნებოდა მოვა ეს დროს. არა, თან მარტო მიშა ფაქტორი არა, ეხლა დღეს ნუგზარ წეკლავი მაგალითად ამბობს, რომ პუტინი არის რაღაცა პარანოიდული იდეებით შეპყრობილი რაღაცა არსებობს. ეგ საკე თემაა, ხო, იქ ეგ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ეხლა ამ კაცის განცხადებებს. შალო, არ არიან რუსები ის ტიპები, რომლებიც არ აღიქვამენ ასეთი ტიპის განცხადებებს სერიოზულად. ანუ ციკლაურის მხრიდან? ხო, თუნდაც ციკლაურის მხრიდან, არა. დამჯერე ასე. ძალიან კარგად იცნობენ კონjunktურას და ციკლაური რომ ციკლაური. კონjunktურას ციკლაური იმიტომ არის, რომ ესეთი განცხადებები აკეთოს. გასაგებია. ციკლაური არანაირად რუსები ამას ყურადღებას აქცევენ და მერწმუნა. მაშინ ჩვენც უნდა მივაქციოთ, რა ვიცი, ჟირინოვსკისნაირი ტიპების. კი, ვაქცევთ. რუსთავი და იმედი აქცევს, იმიტომ რომ კლოუნად გამოხავ და ამით აჩვენებენ რომ თითქოს რუსული პოლიტიკური აზროვნება ეს არის. ესე არ არის. რუსული პოლიტიკური ელიტა არის ისეთი. არ ამბონი. ასე აჩვენებენ ჟირინოვსკი ნაციონალური ტელევიზია. ძალიან კარგად ახერხებს რუსი მარგინალური ამორჩევლის კონსოლიდირებას. და არ არის ეს ხალხი კომუნისტებთან, ფაშისტებთან და ასე შემდეგ. და ჟირინოვსკი. ჟირინოვსკი რომელიც არის ბიზნესმენი, რომელიც ძალიან კარგ გარიგებებშია. მებრძოლებასთან ფული აქვს და კარგად ცხოვრობს და ეგ არის გამოსავალი. მე მგონი არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ თურქეთთანაც უნდა ველოდოთ რაღაცა ურთიერთობის გართულებას, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრები და უკვე ხვალიდან შედის თუ არ ვცდები ძალაში უცხოენės მოქალაქეებისთვის თურქეთში სავიზო რეჟიმის გამკაცრების კანონი, შესახებ კანონი, მაგრამ აქ ნინო კალანდაძე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართველების წინააღმდეგ გამოქმედება ეს კანონი, ან დაუყოვნებლივ დავიწყებთ მოლაპარაკებებს, თუმცა იმის ფონზე, რასაც ქართველები თურქეთის ტერიტორიაზე ჩადიან, ამდენად შედეგიანი იქნება ეს მოლაპარაკება, მე არ ვიცი. ეს ზოგადად ყველა მოქალაქის ეხება. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართო, კი ბატონო, ოღონდ არ არის აქ თქვა დაკონკრეტებული ევროკავშირის ეჭვმება რომ ალბათ არ იქნება. უნდა ევროკავშირის. კი, ალბათ არ იქნება არც ერთ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გამკაცრებული ეს კანონი, მაგრამ ქართველებს თუ შეეხო ბოლო პერიოდში თან რაღაც აქტუალურიც კი იყო იგივე ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე თურქეთში თქვა ქართველი შეიძლება რეგიონთან ვითარებაში რაც განვითარდეს იმასთან კავშირში იყოს. რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება ესტრელში გამოვა. ყველა ქვეყანა იწყებს უფრო მძაფ კონტროლს. თურქეთი ფეთქებასაში ქვეყანაა ძალიან ბევრი ტერორისტია და წელი არ გავა რომ იგივე ქურთები არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე. რო არ გადმოედოს კონფლიქტიდან 1000 რამე შეიძლება იყოს. რამე კარგი ხდება სასაცილო რამე. ახალი კანონი ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპულ დემოკრატიული ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. აი, ეშველება. კიდევ ერთ მანქანას მისცემ. და რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის და ალასანიას დაპირისპირება ტყუილის თემაა. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ირაკლი ალასანია, საინტერესო ალასანიას პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ამ დაუპირისპირდა ბურჯანაძე. ხო, მე მგონი ნინო ბურჯანაძე კითხულობს ასე, რომ თითქოს თავისუფალი დემოკრატები ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანია ბლოკავს ბურჯანაძის და ივანიშვილის შეხვედრას. თუმცა მეორე მხრივ ის პარალელურ რეჟიმში აცხადებს, რომ ეს თემა იბლოკება რესპუბლიკელების მხრიდან. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ალასანიას სააკაშვილის პროექტი უწოდა. ვიცნობ რა, მეტნაკლებად ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს. ხო. არც ალასანიას და ვერც დინიკო და ვერც ვერ დაუბლოკავს. ვერ ეთქვიან, რომ არ შეხვდე. და ვერ დაუბლოკებს. ეხლა ძალიან სასაცილოა რომ ხა ალასანიას უწოდო სააკაშვილის პროექტი. ხო, ანუ ეს ავტომატურ რეჟიმში გამოდის, რომ იგივე ივანიშვილი, მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილი. ან მოტყუებულია, ან პროექტში მონაწილეობს. მე მაინც მგონია, რომ აი ეს რაღაც კომპლექსი მუშაობს, შალომ როგორც თქვა. ბევრში, ვისაც ბატონი ბიძინა არ ეძახის ან თანამშრომლობას არ თავაზობს, ყველასთვის ხდება რაღაც. ისე საინტერესოა. ანუ პირადი ინტერესები. შეთქმულების თეორიებს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის პირადი თავმოყარეობა, ინტერესები, რაღაც ამბიციები, რაღაცები და არ იყო ბიძინა ივანიშვილი და არავინ არ უშლის და ამ ხალხს თუ რამის გაკეთება შეძლო გაეკეთებინა და არც არავინ არ უშლის დღეს რა. არ არის აუცილებელი, რომ ყველას დაუძახოს ბატონო ბიძინამ. ხო, ვისაც თulis საჭიროდ იმას ეძახის და ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისი სირცხვილია, რომ ეს არის მიზეზი იმისი, რომ რაღაცა ეძებო ეგ შეთქმულების თეორიები და აბრალო რაღაცები ხალხს რა. ეს უკვე ამაზე არავინ არ რეაგირებს, ყველას ეცინება და ყველა მიცის ვინ არის
ამიტომ ყველამ თავის გზას მიხედავს. შეთქმულების თეორიის უბადლო სტატი შალვა ნათელაშვილი, რომელიც მე და შალვა თქვა ბიზნეს ფულით ნააკვებს გვეძახის და კიდევ უფრო ცუდ ტერმინებს მოგვიხსენიებს. ამბობს რომ ალასანიას მეშვეობით ბოკერიასთან 24 საათიან რეჟიმში იმართება მოლაპარაკებები. ისი მიხედვითაც არ გამორიცხავს რომ შეიქმნება ივანიშვილის სააკაშვილის კოალიციური მთავრობა. მე რასაც ვხედავ ალასანი 24 საათი ელაპარაკება ქართულ ხალხს სადღაც სულ ჩავდა. ხან ერთ სოფელში, ხან მეორე სოფელში, ხან მესამეში და ეს როდის ახლა იქ თუ გადაცმული დგანან ისინი ხალხი. შალვაზე არ გვინა კომენტარი. ხო, მაგრამ მიშა როგორ ჩანს ჩვენს გვადევნებს თვალყურს, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა აქვს მოყოლილი. რომელი გადაცემა? აი რომელი გადაცემა და არ ვიცი, სადაც დანარჩენი იცის პირად. ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში ხო იმყოფებოდა და მოყოლილი აქვს ჩვენი ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც მე ზუსტად მახსოვს, სადაც კი ვიშაყირეთ ძალიან ბევრი თემაზე, რომ საავადმყოფოდან კლინიკიდან კლინიკაში დააქვთ ეს აპარატურა, რომელსაც ხსნის მისე კლინიკებს უხსის ასეთში, შენობა ხო რჩება. შენობა რჩება, მაგრამ მოგმარებება შევა რაღაც ეტაპი ხო გააკეთე. ავადმყოფი რომ მივა კლინიკაში და ვერ მკვლელი. ესეც უნდა თქვა. და გადავიდა ნახეთ. მითხრეს ეგეც მე რომ ამდენი აპარატურა არ არის გადაააქტო ეს. ხა ჭორად ვიცი ხე ვერ დავდასტურებ რაც არ ვიცი. ნუ მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ პირველ წაროდან მაქვს ერთ-ერთ კლინიკასთან დაკავშირებით რეგიონში გახსნილ კლინიკასთან დაკავშირებით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უბრალოდ ვერ დავასახელებ ამ წყაროს. ოღონდ მიშა განიცდის იმასაც რომ არ არის იზო მსახიობები არ მიწევს მე ვაკოჭარო კოსტუმში გამოწყობილი. ეს უსმენ. ძალიან განიცდის. აკობა გადაუხადა. ამარებს რომ დროზე გააჩინეთ ბავშვი. აქამდე ამ საქმეზე 10-11 თვე ჭირდებოდა. ეს გადაუხადა გუშინ ხო რა ლაგოდეხში? გუშინ არის გადაცემით ადრე იყო. ლაგოდეხში როდის იყო? ლაგოდეხში გუშინ იყო მაგრამ და გუშინ გადაუხადა კიდევ. მადლობა, კიდევ გადაუხადა. მადლობა. ხო, ნუ მადლობა რომ დროზე მე მგონი ერთ-ერთში მადლობა უნდა გამოგდახონ ის გააჩენს. მაგას აქვს მიდირჟანია სლოვა რა. ანუ სიტყვის შეუკავებლობა რომ რაც მოსდის უცებ თავში ფილტრი მოხსნილია მე პრეზიდენტი და ყველაფერს. ეზია მე რამეზე ლაპარაკი, მაგრამ მე მაგალითად არანაირი გართულება არ მაქვს შენებლობებზე რა. თუმცა მან შეცდომა ის არის რომ მარტო აშენებ და შინაარს კარგავს ის ბევრი რამე ან როგორ აკეთებ ხო? ცუდი არ არის რა. ამათ მაიღეს ეს ტაქტიკა, ეს სტრატეგია, ხო? რა თქმა უნდა, დემოკრატიის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების ხარჯზე, იმიტომ რომ იმ კომპრომისებზე, რასაც მიდიან და ნოტარიუსად გახადეს სასამართლო და ეს ყველაფერი. არა, ამის დრო რომ ეს იყო მაგათი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა. ეს იყო დანაშაული. მაგრამ რაც კეთდება, თქვა ხა საავადმყოფობის მიმართ და იმის მიმართ, ეს ხო არავის არ მიაგდა, არსად არ მიდის. რა თქმა უნდა, ეს რჩება. მე შექმნათ, ეხლა უნდა ზუსტად ახალი ხელისუფლება, რომელიც ააშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შექმნის ეკონომიურ ისეთ მდგომარეობას, რომ ადამიანს იმის სარგებლობა შეძლებს, იმის სარგებლობას. ჩამოყვანას რაღაც. ამიტომ ისე სულ ეს ქილიკი იმაზე რომ შენდება, ცოტა ის არის, ხო გესმის ისეც უნდა დაინახო, ესეც უნდა დაინახო ადამიანმა რა. მაგრამ შენებლობა ბევრი მიდის ქვეყანაში. ეხლა სხვა არის, მიდის თუ არა ხარისხიანი ადგილიანი ჭირდება, არ ჭირდება, სხვა საკითხია, მაგრამ რაღაცას მაინც კეთდება. ის სიჩქარეში რაღაც შეიძლება გამოგივიდეს. ხო, მაგრამ არა, ნუ ეგ ხო რაღაცა ხო კეთდება ის გენერალური ის არის. ამოიწურა ჩვენი დრო სამწუხაროდ, გავარკვევთ 24 საათიან რეჟიმში ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას ირაკლი ალასანი, არ გადართოთ დარჩით ჩვენთან ერთად სულ რამდენიმე წუთში ალასანიას სუბიექტური აზრით შემოგიერთდებით. დროებით. ეთერში ვარ, ჩვენი განცემის სტუმარი არის ირაკლი ალასანი, მოგესალმები. ნინო ბურჯანაძეს რატო არ ვუშვიდობ? ნინო ბურჯანაძეს შეიძლება პირდაპირ მითხრა. ანუ ბლოკავ თუ არა საერთოდ ივანიშვილი. და რატო ბლოკავ ივანიშვილთან ბურჯანაძეს? კიდე დამადები. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ეხლა რაც შეეხება ნინოს ალბათ თვითონ დროს არ ზოგავს და ამაზე ბევრს ლაპარაკობს. მე მართლაც არ შევაწყენ მაყურებლებს ამ საკითხით თავს. მისი გადაწყვეტილებებია თვითონ ირჩევს თავის პოლიტიკურ პარტნიორებსაც, ირჩევს პოლიტიკურ გზასაც. ასე რომ მეთოდებს ხრის შემთხვევაში რომელიც ჩემთვის პირადად როგორც პოლიტიკოსისთვის არის მიუღებელი. ასე რომ ეს ყველაფერი მოდის წარსულს შევაბაროთ რა, ისე როგორც ის განცხადებები რომელსაც ის აკეთებს, როდის რა ილაპარაკა სააკაშვილთან და ასე შემდეგ, ეს წარსულია, ეს არავის აღარ აინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს რა იქნება ხვალ, როგორ მოვემზადებით არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ის იმედი რომელიც გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან ერთად როგორ გავამყაროთ და როგორ რეალიზდება ეს? ხო, ზუსტად რომ ეს მოლოდინი რეალურად გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგში. შედეგი ერთადერთი უნდა იყოს დამარცხება ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში. ეს გვაერთიანებს ყველას, მთელ მოქალაქეებს, ვისაც გვჯერა რომ რეფორმა და ცვლილება ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ასე რომ ხალხს ისედაც ხა 200 სოფელი მოვიარე ბოლო 6 თვის განმავლობაში და განწყობები არის მართლაც შეცვლილი. სადა დედამიწაა განწყობები. ძირითადად დასავლეთ საქართველოს გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, ქარელის და სხვადასხვა ბოლოს სამეგრელო მაინტერესებს ირაკლი. სამეგრელო არის ალასანიების ადგილი რა, პირდაპირ არც ახლა რა უწოდო. სადაც პრობლემატურია შესვლა, ოპერირება ოპოზიციონერისთვის, სადაც არის რო ახალაიების სამშობლოა. ახალაიების გიდოდა გეთქვა, ალასანიების ადგილიც არის ზუგდიდი. ალასანიების ადგილი არის. წარმომავლობით და იქ მაქვს მამაჩემის სახლი და ამიტომაც ვაპირებ შემცირული რომ ალასანიების ადგილიც არის. ხა ჩემთვის ბუნებრივია, ხა სხვა გარემოა სამეგრელოში, როდესაც ჩავდივარ ხალხს ხვდები, მეც საერთოს პოულობთ, იმიტომ რომ მართლაც არის ყველაზე რთული რეგიონი რეპრესიების კუთხით ის კლანი ახალაიების, რომელიც მართავს სამეგრელოს ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც შიშის ფაქტორი იქ ყველაზე უფრო იგრძნობა, მაგრამ მეგრელები არ დააჩაგრინებენ არავის თავს, ძალიან კარგად ესმით რომ ეს ცვლილება, რომელიც არჩევნების გზით უნდა მოხდეს, სამეგრელოში უნდა იყოს პირველ რიგში, განსაკუთრებულად წარმოჩენილი და ამიტომაც მე პირადად, ჩემი პარტნიორებიც ძალიან დიდ დროს და ენერგიას დავურთმობთ სამეგრელოს, ისევ როგორც სხვა რეგიონებსაც. შიში ტყდება. აი სამეგრელოზე მკითხე. ხო, აი. აბსოლუტურად განსხვავებული შეხვედრებია, ვიდრე ის იყო თუნდაც 6 თვის წინ, თუნდაც 4 თვის წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა. აბსოლუტურად. აი, ინდიკატორი მითხარ. ინდიკატორი არის მაგალითად არასდროს არ ხალხიც ბევრი და თან არა მარტო მოდის, ინიციატივით გამოდის, აი მოდი, ჩემი სახლი აიღეთ. ოღონდ ოფისი გახსენით, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ შეხვდით, რაც შეიძლება მეტ ადამიანებს. ესეთი შემოთავაზები, რომ აი ჩემი სახლი, არაფერი არ მინდა, ოღონდ დაიწყეთ მუშაობა. ესეთი შემოთავაზებები ძველად არ იყო. ეხლა არის ყველა რეგიონში ესეთი შემოთავაზება. ხალხი მართლაც თვლის, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ძალა ყალიბდება და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი. იმას, რაც მას უკეთებია 15 წლის განმავლობაში და ხალხმა იცის, რომ ბევრად უკეთეს, ბევრად უფრო მეც გააკეთებს თუ მას და მისი გუნდი ძალაუფლებაში და ხელისუფლებაში იქნება. ჩვენ დროს არ ვკარგავთ. მე ასევე ძალიან ბევრ პრეტენზიას ვიღებ ჭყალებში, რომ აქამდე ეხლა მოდი დროზე დაიწყეთ, სად ახართ, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თუ გინდა რომ სოლიდური, ძლიერი შენობა ააშენო, ძლიერი ფუნდამენტი უნდა ჩაყარო და ფუნდამენტზე როცა მუშაობ, შეიძლება გარედან, ზედაპირიდან არ ჩანდეს, ვიდრე არ ამოიყვან კედლებს. ამიტომ ჩვენ აი ყოველდღიურად გვაქვს სერიოზული მუშაობა საარჩევნო ინფრასტრუქტურის რეგიონული ოფისების, ჩვენი დამკვირვებლების, კომისიის წევრების გადამზადებაზე ხავხსით პოლიტიკურ სკოლას, რომელიც რეალურად იქნება მიმართული სწორედ ესეთი ხალხის მომზადებაზე, იმიტომ სისუსტე იყო ეს ოპოზიციური ძალების, როდესაც არ ყავდა ადგილებზე კვალიფიციური წარმომადგენლები, იურისტების ჯგუფები, ასევე სხვა ელემენტები, რაც აუცილებელია იქ, რომ გაყალბებაზე თვალები ღია გქონდეს და არც ერთი შემთხვევა არ გაგეპაროს. ამას სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება სოლიდური რესურსი და სწორედ ამით ვართ დაკავებული. როგორც კი ბიძინა ივანიშვილის პარტია ჩამოყალიბდება და კოალიცია გამოცხადდება, უკვე დაიწყება ის პოლიტიკური აქტიურობები, რომელშიც მე ყველა მოქალაქე ჩაებმება. და ირაკლი არაფერ შემიძლია ქალბატონ ნინოს თემას არ დაუბრუნდე, ბურჯანაძის თემას, ანუ ძალიან ბევრ შეკითხვას გისვამთ ნინო ბურჯანაძე და ამბობს, რომ ვიდრე საზოგადოებას დაელაპარაკება, თქვა ივანიშვილი, როგორც ივანიშვილის გუნდის წევრი, მან უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს პასუხი, რატომ დაითანხმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს მაშინ, როდესაც 100,000 ადამიანი ქუჩაში იდგა და სააკაშვილის გადადგომას, ანუ ყველაზე უარეს შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდა. რატომ თქოს უარი შეგნებულად 50%-იან ბარიერზე ბრძოლაზე საკანონმდებლო ინიციატივის დროს, როდესაც ნათელი იყო, რომ 30%-იანი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიცია აუცილებლად წააგებდა არჩევნებს. რატომ მიულოცა გიგია უგულავას არჩევნებში გამარჯვება, რომელსაც უკვე მოგვიანებით განაცხადა, რომ გაყალბებული იყო 2-3 თვის შემდეგ ფაქტობრივად ამ გამარჯვებიდან. რატომ მოხდა, რომ რვიანის მერე 6-იანის ფარგლებში მუდმივად იყო საუბარი, რომ მოიპოვებდნენ გაუმჯობესებელ საარჩევნო გარემოს და 100%-იანი გარანტიები იყო მოსახლეობისთვის მიცემული, რომ საერთაშორისო ზეწოლით, მათი ბრძოლით და ბოკერიასთან ჩუმჩუმად მოლაპარაკებით მიღწეული იქნებოდა შედეგი და ამ დროს ჩვენ ყველა კომპონენტში გაუარესებული საარჩევნო გარემო მივიღეთ. ანუ ბოკერიასთან შეხვედრები უკვე მეორე დღეს ნათელაშუმაც ისაუბრა ბოკერიასთან შეხვედრებზე 24 საათი რეჟიმში აძაბულებს. მოკლედ გეტყვით ეს იმდენად აბსურდულია ეს ყველა შეკითხვა. რომ არაერთჯერ მომიწია მაინც პასუხის გაცემა, რომ საზოგადოების ინტერესი მესმოდა, რომ დასაკმაყოფილებელი იყო, ამაზე გავიცი. კვირის განმავლობაში თქვენ და ნინო ბურჯანაძის დაპირისპირების თემა. არანაირი დაპირისპირება, ხო, მაგრამ არანაირი დაპირისპირება რეალურად არ არის. ჩვენი მოწინააღმდეგე არის სააკაშვილი, ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური არის ნაციონალური მოძრაობა და სწორედ იმით, როგორც ჩვენ ვემზადებით, ვაპირებთ დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა შემდეგ არჩევნებში.
არანაირ მოწინააღმდეგეს ჩვენსაც არ წარმოადგენს ნინო ბურჯანაძე პირდაპირ გეტყვით მისთვისაც რა თქმა უნდა უფრო უკეთესი გარემო შეიქმნება და ყველასთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის ყველა ლიდერისთვის როდესაც საშუალება ექნება რომ სამართლიან კონკურენტულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ის ქვეყანა რომელიც სწორედ ამ არჩევნების შემდეგ დაბალანსებული ხელისუფლებით უნდა შეიქმნას იქნება ისეთივე ხელმისაწვდომი თავის პოლიტიკური ასე თქვა უფლებებით ნინოსთვისაც ასე რომ ჩემი აზრით ის უბრალოდ დროს ფუჭად ხარჯავს მას მის ადგილას უკეთესი იქნება თუ კი აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმუშაოს ელექტორატთან იმუშაოს სწორედ თავისი შეთავაზებებით ალტერნატივით რომელიც არაერთხელაც კი არ გამიგონია ამ პოლიტიკური ძალისგან ასე რომ მიხედოს საკუთარ ელექტორატს და იმუშაოს ხალხთან და ეს ბრალდებები ეს კინკლაობა ხალხს მართლაც ხელში აქვს ამოსული არ უნდა მაგის გაგება ბატონო ირაკლი თუმცა ამ ბოლო პერიოდში რაღაცა ასე ვთქვათ კულმინაციას მიაღწია რატომ გახდა აქტუალური ალასანიას და ბურჯანაძის დაპირისპირების თემა წარმოდგენა არ მაქვს რატო აკეთებს და რა ადგმევინებს ამ ბიჭებს ნინოს თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს მესმის მაგრამ შალვა ნათელაშვილს რომელიც ჩემი და შალვა ლანძღვას რო არ ერიდება გასაგებია მაგნა არ ვიცი სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გადართული ვართ მუშაობთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ხმაზე, თითოეულ ელექტორატის ყველა წარმომადგენელს, ყველა სპექტრს უნდა აუხსნათ რა რეალობა ჩნდება ცვლილების. ეს აინტერესებს. გაქვთ თუ არა ესეთი მოვლენთა განვითარების სავარაუდო სცენარი განხილული. რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობამ სამოთხმა ტიპმა რეალურად რა, თორე ჩვენ ვიცით რომ ეს ავტორიტარული გუნდია რა. დაინახოს რეიტინგი და საკუთარი რეალური რეიტინგი და მიხვდნენ რომ ვერ იგებენ. და შემდეგ უკვე გადაგდან ისეთი ნაბიჯი, ან ისეთი კანონი მიიღონ, ან მოხსნა საერთოდ საარჩევნო სუბიექტი არჩევნებიდან, რომ თქვენ იზოლებული იქნებით, რომ რაღაც განსხვავებული მეტად რადიკალური აქამდე აკეთებთ მოიმოქმედოთ. ეს სცენარი გაქვთ ნახილული? მე მგონია რომ შეკითხვას მართლაც აქვს რეალური საფუძველი, იმიტომ რომ პირველივე დღეებიდან, როგორც კი გამოჩნდა ბიზინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე, სახელისუფლებო ექსტრემიზმი და აგრესია სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ბიზინასაც, მის პარტნიორებსაც გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რაც საბოლოოდ ქუჩაში გადაიყვანდა პროცესებს. ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, ეს სწორედ ამაზე იყო გათვლილი. გამოეყვანეთ სწორასწორობიდან, მაგრამ მეც და ბიზინამ თავიდანვე თქვა ჩვენი ამოცანა არის და მივახცევთ იმას რომ მივიდეთ არჩევნებამდე არ მივცეთ საშუალება სააკაშვილს გადაიყვანოს რელსებიდან ჩვენი ძალის ყველა სააკაშვილი იძახის რომ მორჩი აღარ იქნება არჩევნები ანუ არჩევნები კი იქნება მაგრამ ეს ხალხი არ შემდეგ ნაწილს გავცემ თქვენი შეკითხვის პასუხს თვითონ საარჩევნო პარტიებთან დაკავშირებით რა კანონიც მიიღეს ეხლა იყო რეაქცია ჩვენგან საერთაშორისო თანამეგობრობაზე მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩვენ მუშაობთ ეხლა სწორედ რომ სარჩელებიც მოვამზადოთ საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა რეალური სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის რომ მაქსიმალურად დავანახოთ საზოგადოებასაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც რომ რა კაბალური კანონები მიიღეს ეხლა მიმდინარეობს ამ ჩვენი წინადადებების თარგმნა გავრცელება საერთაშორისო თანამეგობრობად ძალიან აქტიურად დაკვირდება აი დღე არ გავა რო არ ქონდეს შეხვედრა ან საერთაშორისო წარმომადგენლებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ეს მუშაობა მიდის ამ მუშაობას სჭირდება ძალიან რთული მუშაობა ამას როგორც წესი არ აქცევს ხომ მაპატია შალვა მიშა ყურადღებას როგორც წესი ამას არ აქცევს ხომ იგივე თქვა თუ შეიტან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს გაწელავს ვადებს ბოლომდე გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ძალიან კარგად მესმის რასაც ბრძანობთ მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა სწორედ მაშინ იქნება ოპოზიციის ნაბიჯები უფრო წელში გამართული და ლეგიტიმური რომ არც ესეთ შეცდომ პარალელურ რეჟიმში მიდის ეს. იმიტომ რომ ჩემი სუბიექტური აზრი ამ შემთხვევაში რომ მიშამ იცის რომ არჩევნებს ვერ გააყალბებს ერთი. მიშამ იცის რომ ვერ გამოიყენებს თქვა იმ ძალაუფლებას რომელსაც 2007 წელს მიმართა, მან უბრალოდ სპეცნაზს ვერ გამოიყვანს ქუჩაში, ამანაც ასე თქვა თავის დრო მოჭამა. ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილს რჩება ის რომ ბიზნა ივანიშვილის კოალიცია ამ შემთხვევაში ბლოკის არჩევნო სუბიექტი მოხსნას არჩევნებიდან. ერთადერთი აბსურდული ბრალდებით რა. რასაც სწორედ რომელიც არაერთხელ გვინახავს ვიზიარებ თქვენ სუბიექტურ აზრს და შეფასებებს და დავამატებ კიდე მესამე პუნქტს რომ სააკაშვილი ხედავს რომ სამართლიან კონკურენტულ არჩევნებში ის აგებს არჩევნებს ანუ უბრალოდ სწორედ ახლა უკვე ამოქმედა ერთადერთი ბერკეტი რაც ხელში აქვს ეს ზეწოლები განსაკუთრებით ისეთ ადამიანებზე ვინც რეგიონებში სწორედ წარმატების საფუძველი უნდა გახდეს ჩვენი ამიტომ დაიწყეს ძალიან ბინძური აი ძველი მართლად რომოჭმული მეთოდებით ავტომატის ჩადება მჭიდის ჩადება სახში და ესეთი რამე შეემთხვა ზუსტად ჩვენ წარმომადგენელს გურიაში ლანჩხუთში მაგრამ როდესაც ის ადამიანი მტკიცედ დადგა და არ შეეშინდა უკან დაიხიეს აი თავარი მათ იარაღი ისევ რჩება სწორედ შიშის ფაქტორის კიდევ უფრო გაძლიერება
ამიტომაც არის აუცილებელი, იმიტომ დავდივართ ამდენს რეგიონებში, იმიტომ ხვდები ჩვენს მოსახლეობას, რომ აუხსნათ, რომ დამთავრდა შიშის დრო. მეც ვერაფერს ვერ წაგართვევ სააგაშვილი. წაგართვევ სამუშაო ადგილი. დაგაკარგინა ჯანდაცვა, დაგაკარგინა ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამიტომ ეს აუცილებელია, რომ თითოეულ მოქალაქემდე დავიყვანოთ და შიში ნელ-ნელა ტყდება. და სწორედ შიში რომ გატყდება სააგაშვილის ეს ავტორიტარული რეჟიმი. ამასაც თulis როგორც მგონია. ირაკლი და მაინც რჩებით იმის წინაშე რომ არ არის ის ჩემთვის სამსახურის უფროს წარმოედგინეთ აქვს უფლება უბრალოდ საარჩევნო სუბიექტი მოხსნას არჩევნებიდან. ამ დაუყადაღოს ანგარიში. ან დაუყადაღოს ანგარიში, რაც ფაქტობრივად არჩევნებიდან მოხსნას უდრის, იმიტომ რომ წარმოედგინე ვერ ხარჯავს. არ არის სადაო ის აზრი, რომ როდესაც მინიმალური თანხაც კი არ იხარჯება საარჩევნოდ, ამ ვერ მუშაობს. ფაქტობრივად უარისთქმას ნიშნავს არჩევნებზე. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ რა თქმა უნდა გათვლა ყველა ნაბიჯის, რასაც სააგაშვილი გადადგა, შეუძლებელია. ეხმარება და მე გეტყვით, ეხა მართლაც ვისაუბრეთ ცოტათი წინა შეკითხვების პასუხს რო გცემდით. საზოგადოება პირველი უკვე აღარ ტყუდება, როდესაც ისმენს ამ ცრუ პროპაგანდას. ქუჩამდე მიყავთ ირაკლი. პროპაგანდას ტელევიზიებით, იმედით და მათი კონტროლირებადი სხვა ნაციონალური არხებით. საზოგადოება უკვე მომწიფდა და თვითონ აყიყალიბებს აზრს, ისმენს ინფორმაციას, მაგრამ ანალიზს აკეთებს და თქვენ შენს დადიხარ რეგიონებში და მე მგონი უნდა ხდებოდა ესეთ ადამიანებს. რომ უკვე აღარ ჯერა იმ სიცრუის ნიაღვარის, რომელიც მოდის ტელევიზიებიდან. მეორე, საზოგადოებამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის გააზრება. მუდმივად ხედავს ტელევიზიით, რომ რაღაცა იხსნება, რაღაცა კეთდება, სააგაშვილი სულ ტელევიზორშია, მაგრამ დაფიქრდა ადამიანი და მოქალაქე და ხვდება, რომ მის ირგვლივ არაფერი არ შეიცვალა მის ცხოვრებაში. პირიქით, ფასები გაიზარდა, უმუშევრობის დონე გაიზარდა, პრაქტიკულად თუ ოჯახში, ხუთკაციან ოჯახში ორი მაინც მუშაობა, დღეს ერთი თუ არის სადმე დარჩენილი და ისიც ძალიან იშვიათი შემთხვევაა ესეთი. ამიტომ გააზრება ხდება იმისი, რომ 8 წლიანმა სააგაშვილის მოვაწეობამ მათ ცხოვრებაში რეალურად არაფერი არ შეცვალა. სწორედ ამიტომაც ისინი იწყებენ იმ ალტერნატივის ზებნას დღეს, რასაც ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ერთიანობა აჩვენებს. მაგრამ პროცესი ქუჩამდე არ მივა, ირაკლი, როგორ ფიქრობთ? აი, თუ სააგაშვილმა უსამართლოდ მოხსნა ივანიშვილის გუნდი ამ შემთხვევაში არჩევნებიდან. ხა თქვენ თუ მოხსნა, რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა ვთქვათ ის, რომ თუ კი სააგაშვილმა მთელი სივრცე ჩაკეტა არჩევნებამდე, კიდევ მეტი ნაბიჯი გადადგა, ავტორიტარული რეჟიმი გაამყარა, ბუნებრივია ეს გამოიწვევს პოლარიზაციას და აქ საზოგადოება დაადანაშაულებს ამაში სააგაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა. და ამ შემთხვევაში ასრულებს სააგაშვილის მიზანს და გადადის თამაში ქუჩაში. შევადაროთ ეს ყველაფერი ცივომს, ბირთვული არაღი არსებობდა, არავის არ გამოუყენებია ბირთვულ სახელმწიფოს ერთმანეთის წინააღმდეგ, ასევე უნდა ქონდეს შეკავების ფაქტორი ქვია. ამისთვის უნდა ქონდეს ალბათ მიშას იმისი განცდა, რომ თუ ეს ამ ნაბიჯს გადადგავს, მაშინ პრობლემები დაეწყება ქუჩაშიც. შესაბამისად, ბირთვული არაღი არასოდეს არ გამოყენებულა, შეკავების ფაქტორი არსებობდეს, რაღაც ანალოგიური წარმომიდგენია მე აი ამ ქუჩაში გასვლის ამბავში. ხო, მაგრამ ქუჩა ის არის დამოკიდებულება მესმის. ხო, აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, კიდევ განსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი არის, რომ უკვე საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ნათლად პირდაპირ ეუბნება სააგაშვილს. ამერიკელებიდან დაწყებული ყველა, რომ ჩვენ გვერდში უდგევართ ქართული დემოკრატიის მშენებლობას. არა სააგაშვილს, არა ალასანიას, არა ივანიშვილს, ქართული ინსტიტუტების მშენებლობას. ამ კუთხით შემდეგ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის. და ის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც წაიყვანს პოლარიზაციისკენ და ქუჩისკენ პროცესს, თუ კი სააგაშვილი გახდა ამის მიზეზი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული. აი მაგალითად, როგორც კი მიიღეს გადაწყვეტილება იმ აბსურდულ კანონს მისცეს უქმედების ზალა. იმ წუთში მოხდა გარკვეული რეაგირება ჩვენგანაც და რეაგირება კი არა, პირდაპირ ფაილჩმა, ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც. ეხლაც ეს შეხვედრა, რომელიც მზადდება სააგაშვილის და ობამას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. რა შეხვედრა არის ეს? ეს არის პრაქტიკულად პირველი შეხვედრა, რომელიც თეთრ სახლში ხდება, ოფიციალური შეხვედრა. და მე მგონი ჩემი განმარტებაც არ ჭირდება თუ კი წაიკითხავდით ინგლისურ ვერსიას თეთრ სახმა რო გამოაქვეყნა იმას პირდაპირ წერია იქნება საუბარი ბუნებრივია საკითხებზე ორმხრივი ურთიერთობის ყველა ასპექტზე მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა მადლობა იმისთვის რომ მონაწილეობს ქართული ჯარები ავღანეთის ოპერაციაში და ბოლო ყველაზე მსუყე სეგმენტი საუბრობს იმაზე რომ ობამა ელოდება რომ სერიოზული ლაპარაკი შედგება მომავალ არჩევნებზე და რა არის გასაკეთებელი იმისთვის რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმირება და შენი აზრით ობამა ეს დიპლომატი ხარ ამერიკაში ამდენი წელია მუშაობდი იცი მათი ლექსიკა რა ახლა ცოტა მკითხაობას გავს მაგრამ რა შეიძლება უთხრას ანუ
დიპლომატიურად გნებავთ, რა შეიძლება უთხრას ობამამ სააკაშვილს. ზუსტად ის, რაზეც ლაპარაკობს ჰილარი კლინტონი დიდი ხნის განმავლობაში, რაზეც არაერთხელ უსაუბრია აქ ობამას ადმინისტრაციის ელჩს, იგივე ეთქვის ობამაც. ანუ ამერიკული პოლიტიკა, ხელისუფლების პოზიციები არის მყარი. ანუ ჩამოყალიბდა, რაც მე მითხრეს, როდესაც ვიყავი ვაშინგტონში, პირდაპირ იყო ნათქვამი. რა გითხრეს? რომ სააკაშვილმა უნდა მიბაძოს ვაშინგტონს, რომელიც 2 ვადის მერე, რომელსაც ეხვეწებოდნენ, რომ დარჩი კიდე მომდევნო ჯორჯ ვაშინგტონზეა ლაპარაკი, რომ მე არ უნდა ვიყო მეფე, გადგეს გვერდზე. მაშინ იყო ამის შორის მონარქია ჩამოყალიბებული. აბსოლუტურად სწორი ხარ. და მან პირადად იყო ეს მისცეს საშუალება, რომ დემოკრატიულმა პროცესმა წაიყვანოს წინ საკუთარი ხალხი. და არ უნდა მიბაძოს პუტინს. რომელიც გახდა პრემიერი. ეს ნათელი მიხეილ სააკაშვილი ამას აღიზამს. აქ რასიზმს და რას არ ამას დრო გამოაჩენს. მისი გუნდი არ უნდა დაგვაუწყდეს. დრო გამოაჩენს, არც ისე შერყეულია სააკაშვილი, რომ ვერ ხედავდეს მის ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, განსაკუთრებით მას მერე, რაც მოხდა ჩრდილო აფრიკაში, განსაკუთრებით მას მერე, რა პროცესებიც დავინახეთ ჩვენ რუსეთის ფედერაციაში და იქ რომ ამაღლებულია რუსეთის მიმართაც საერთაშორისო წარმომადგენლების ყურადღებას და შეფასებების სტანდარტთან, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში ეს სტანდარტები იქნება მაღალი. მაღალი ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და უშუალო სამსახურები უნდა გაერიდონ საარჩევნო პროცესს, ტელევიზიაში უნდა იყოს შესაძლებლობა დებატების, მეტნაკლებად, მე არა მაქვს იმედი. დებატები იქნება, დებატები იქნება, დარწმუნებული ვარ, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასე სხვა არხებზე. ნუ დაიწყება სექტემბერში. ასევე მნიშვნელოვანი რაც არის, 2 ფაქტორი, რაზეც პრაქტიკულად შეთანხმებაც არის და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდიოდა, მაგრამ უნდა დაიწყოს გრძელვადიანი მონიტორინგი მედია საშუალებების და ასევე უწყებაჩორისი ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც აი ესეთ შემთხვევებში, როდესაც ჩაუდებენ ავტომატურად. თქვენ მაგაზე ლაპარაკობთ, უწყებაჩორისი. აი ისიც იქნება იგანხა და რეაგირება მოყვება თითოეულ ესეთ შემთხვევაში. დავიწყოთ და მილიონი დოლარი დახარჯა ახლა ამერიკელებმა გამოყვეს საარჩევნო პროცესის ხელშეწყობისთვის ეს არის ნაწილი ახლა მილიონი დოლარი ეს absolutურად სწორს ბრძანებ. ასე რომ ყველა ლოგიკით და ჩვენს ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს არჩევნები მართლაც ჩატარდება უფრო სამართლიანად კონკურენტულ რეჟიმში, სადაც დამარცხება გადაუშვას. იყენებს ისევ დაშინების ფაქტორს ჯერჯერობით. ანუ სხვა ვერკეტი არა აქვს. და კანონებს. კაბალურ კანონებს, რომელთა მიმართ სამართლებრივი ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ეს არ არის ის, რომ მოახერხეს რაღაც სადღესასწაულო პერიოდში უცებ გატანა ამისი, ხო გახსოვთ, იმ დროსაც მოახერხეს იგივე ამერიკელებმა სხვებმა კაცრი რეაქცია მიეცა. ეს გაგრძელდება. და არ მინდა ისე ამოძღოთ გადაცემა, რომ ირანის თემაზე არ დაგისვათ, შეკითხვა ირაკლი. ანუ რეალურად ექსპერტთა ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან კეთება განცხადებები, რომ არ არის გამორიცხული თქვა იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ну თუნდაც ჰოსპიტალების და თქვა საჰაერო ამ შემთხვევაში საფრენი ბილიკები მაინც იქნას გამოყენებული საქართველოს თქვა. ამ შემთხვევაში არ გამორიცხავენ იგივე რომ თქვა რუსეთმა თუნდაც იმისთვის რომ სომხეთის სამხედრო ბაზამდე მიაღწიოს გაჭრას ახალციხის გზა და ბორჯომის. არ გამორიცხავენ საჰაერო შეტევასაც კი მე დღეს მამუკა არეშიძის განცხადებები ნახე. რამდენად საფუძვლიანია ასეთი ტიპის განცხადებების კეთება და იგივე მამუკა არეშიძის მხრიდან ანუ ეს არ არის ექსპერტი რომელიც ასე ვთქვათ ისტერიკაში შეიძლება ვინმეს ყავდეს ნანახი ანუ არის თუ არა რეალურად იმის საფუძველი რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი ისრაელს შორის დაიწყო სამხედრო კონფლიქტი თუ ამას ჩაერია ამერიკული მხარე რა თქმა უნდა რუსულს მე მგონი თუზე არ არის ჩაერევა ამერიკანს რეალურად რა შეიძლება მიიღოს საქართველოს და ირანი ისრაელის ომს ჩაერევა ამერიკას შემოსაზრებას გეტყვით პირველ რიგში ხა იმ გამოცდილებით რაც მე მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობით იგივე ამერიკულ მხარესთან მუშაობით მე მგონია რომ თვითონ ამერიკაც და ზოგადად გაეროც უშუალების საბჭოს მოახერხებს იმას რომ ომში არ გადაიზარდოს ეს კონფლიქტი აქ არის საუბარი იმ სანქციების კიდევ უფრო გაფართოებაზე რაც იგივე სენატმა და კონგრესმა მიიღო ზეწოლაზე ამ შემთხვევაში ემბარგოზე შეთანხმდა დღეს ევროკავშირიც რუსეთის ფაქტორიც აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გაეროს უშუალების საბჭო ისე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ასე რომ ომს თავიდან ავიცილებთ მე მაგაში შინაგანად დარწმუნებული ვარ მეორე იმ შემთხვევაშიც კი თუ კონფლიქტი მართლაც დაიწყო რასაც მე არ ვარაუდობ რომ ესე მოხდება ბუნებრივია ტაქტიკური კუთხით საქართველოში არც ბაზების განთავსება, არც რაიმე სხვა ინფრასტრუქტურის გაშლა ტაქტიკურით ახლა სამხედრო ცოდნაც მიღებული მაქვს და ვიცი რომ არა აქვს აბსოლუტურად გარდა ამისა აქ არა მარტო ირანის პრობლემა იგივე
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის ფაზა. დარტმუთის ეს გამორიცხულია, რომ აქ განთავსდა. ანუ, როდესაც ესეთი რამე არ გაცხადებულა, ამაზე უბრალოდ სპეკულაციაა ლაპარაკი და მეტი არაფერი, ამიტომ მე ამ თემაზე უფრო ღრმად ვეღარ ვილაპარაკ. არ არის ესეთი რამე დაგეგმილი, მაგრამ მთლიანობაში კონფლიქტი ყველასთვის იქნება დამანგრეველი, ეს ნიშნავს, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კრიზისის ახალი სპირალი. ამიტომ ეს არავის არ ჭირდება, არც ევროპას, არც ამერიკას და ისრაელს რაც შეეხება, ეხლა მე მესმის და ყველას გვესმის ისრაელის შეშფოთება, ბირთვული სახელმწიფოს ჩამოყალიბება რეგიონში, ირანში არ გვაწყობს არავის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეტნაკლებად კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს ირანთან და უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ბირთვული იარაღი ეს არის გამორიცხული, არავის არ აწყობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე საქმე არ მივა. ანუ ირანი შეაჩერებს თავის ბირთვული იარაღის პროგრამას. მოახერხებენ იმ ხელაზე წოლას, რომ ვერ მოახერხოს ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ამ ჩვენი გადაცემის დრო. მოწვევისთვის დიდი მადლობა და კარგად იკავეთ. ნახვამდით მე და შალვა არაბიშვილი ხვალ ზუსტად 19 საათამდე გემშვიდობებით. 19 საათზე ჩვენ ეთერში.